რომელ კინემატოგრაფის უმასპინძლებდი საქართველოში? ანუ ვისთან ერთად დავლევდი რა. მაგამდე მიდის. მუღამში ყოფილხარ, რომ სცენარი დაგეწერა? კი. სახეობაზეც უნდა გკითხო. თვალთვალი მომწონს რეჟისორების. მოგეთ ეგეთ რამეს დამპირდა, რომ თუ როდესმე ეს გამოვიდა, მე წვერს მოუშვებ, ბილეთს ამიღებს, ჩავფრინდები და ბრედ პიტი მომკლავს. გამარჯობა. დაიწყებ ლევან თუ როგორ არის? ჯერ სახელი გვაქვს მოსაფიქრებელი პოდკასტისთვის და სტუმარს ვკითხოთ, რამდენად მოწონს ჩვენი ვარიაცია. მეოთხე კედელი, რას ფიქრობ? უნდა ვიფიქრო, არ ვიცი. ესე მე მგონი არა უშავს რა. კინოპოდკასტი მეოთხე კედელი. იყოს. და მაშინ მოგესალმებით კინოპოდკასტში მეოთხე კედელი. ჩვენი სტუმარია, რომელი რეგალიით წარგადგინოთ აფიცი. მე მწერალი მომწონს ყველაზე ესეთი მგონია. მწერალი, ფოტოგრაფი? ფოტოგრაფიც მომწონს, მაგრამ მწერალი მგონია რომ უკეთესი ვარ ვიდრე ფოტოგრაფი. სცენარისტი, მსახიობი. ეგენი დამატებით ისენი. ჩიტებზე დამკვირვებელი? ეგეთ შეიძლება ახლა ჩიტებზე ყველა მოდი ჩიტებზე არ მკითხოთ არაფერი, იმიტომ ყველა ჩიტებზე მეკითხე. უნდა გკითხოთ, არ გკითხავთ ჩიტებზე ჩვენ კინოზე ვართ სასაუბროდ შეკრებილი. შენ უნდა დაიწყო. მე უნდა დავიწყო. ხო, რავი, კინოზე ვართ შეკრებილი და რადგანაც შენი პირველადი პროფესია, როგორც შენ თქვი, არის წერალი ხარ. ვილაპარაკოთ კინოზე და ეკრანიზაციაზე ზოგადად საინტერესო თემაა. სხვადასხვა ისენი არსებობს, რა ქვია, მოსაზრებები, რომ სწორია, არასწორია, მაგალითად ოთარ იოსელიანი ძახის, რომ კატეგორიულად არ ვარ კაი გამბავი, როდესაც ადამიანი იღებს რაღაცა ლიტერატურულ პირველ წყაროს და იმითი მერე რაღაც კინო კეთება, თუმცა ძალიან ბევრი ძალიან მაგარი ფილმი გვაქვს. ხო, მე ხა მესმის ოთარ იოსელიანი რატო იძახდა მაგას, იმიტომ რომ თითქოს აბსოლუტურად სხვადასხვა ამბებია, ხო? ერთი ვიზუალური, მეორე დაწერილი, ერთს ფაქტიურად მკითხველი საკუთარი ფანტაზიით ხედავს. მე მაგალითად ძალიან არ მიყვარს თუ ჯერ ვნახავ ხოლმე ეკრანიზაციას და მე წიგნს წავიკითხავ, იმიტომ რომ ის უკვე ხელს მისლის, აი მაგალითად კუძეს რომანია ეკრანიზირებული, მე მგონი საკმაოდ კარგად, სადაც მალკოვიჩი თამაშობს მთავარ როლს, სირცხვილი, მე მგონი ეგრე ქვია, Shame. და მე რო წავიკითხე ძალიან ხელი შემიშალა, იმიტომ მალკოვიჩს ხედავდი რა და იმ დეკორაციასაც თუ რაც ქვია, ნატურას მისას ხედავდი, მაგრამ მეორე ხელ ძალიან ბევრი კაი და ღირსეული ეკრანიზაციები არსებობს. ოღონდ ჩემთვის როგორ არის რომ აი ხა მაგალითად გადაიღეს სერიალი მარტოობის 100 წელი პირველი სეზონი რომელიც ძალიან კაია ანუ ძალიან ღირსეული ეკრანიზაცია მაგრამ ღირსება არის იმაში რამაგრა გააცოცხლეს ის სამყარო და აბსოლუტურად მიყვებიან ტექსტს აი დიდი პატივისცემით იქ შვილიშვილებიც იყვნენ ჩართულები თავზე ადგენ თუ შვილები აღარ მახსოვს მაგრამ მე უფრო მომწონს როდესაც რაღაცა პირველ წყაროა ლიტერატურული ნაწარმოები და მე რეჟისორი აი მან გადავედი ახლა უნდა ჩაგეჭრა ამაში იმიტომ რომ აბსოლუტურად გეთანხმები მე როცა ვნახე მარტოობის 100 წელიწადი ზუსტად ერთს თქვი რომ აი სერიალში ეს ყველაფერი აი ეს აბსოლუტური პატივისცემა და მე მგონი რეჟისორის სახე შუა სახელიც არის გარსია ქვია რაღაცა ეთყობა და 70-იანებში დაბადებული და ეთაყვანება მის მშობლები მთელი ოჯახი ამას და აი სერიალმა აიტანა მე არ ვიცი კინო რამდენად აიტანდა ამ ხელა ნაწარმოებს აი როგორ ფიქრობ სერიალის ფორმა უფრო არის მისაღები ლიტერატურული ეკრანიზაციისთვის თუ კინოსი გააჩნია
აი როცა ერთ-ერთში გინდა რაღაცის გაკეთება და არ გინდა უნდა სერიალი თუ ეს რომანია, თუ დიდი რომანია, მაგრამ ეხლა მეორე მხრივ რომანიც შეიცვალა, თანამედროვე რომანი აღარ არის იმხელა, ხო? სხვანაირად თუ ის არის და ბევრი რაღაც შეიძლება მოხდეს, მაგრამ აი ეს წიგნი, თქვათ მარტოობის ასწელე, ბევრი სხვა წიგნი, რომელიც არის მოიცავს რა თქმა თაობებს, თხრობას გააჩნია რა, როგორი თხრობა. რომ სერიალი უფრო აიტანს. რა თქმა უნდა, სერიალი უფრო აიტანს, ვერ ჩაატე, მაშინ უნდა ამოჭრა ყველაფერი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რა, დიდი წიგნები არსებობს, დიდი ზომით დიდი წიგნები, რომელიც ფილმი გამოვიდა, ზოგ შემთხვევაში ფილმი უკეთესი გამოვიდა, ვიდრე წიგნი. მე ხარ რომ მოვდიოდი ფიქრობდი მაგალითად კონფორმისტზე ბერტოლუჩის, რომელიც მორავიას რომანის მიხედვით არის და კონფორმისტზე იმიტომ ფიქრობდი კიდე რომ კონფორმიზმზე ბევრს ფიქრობთ ეს ბოლო წელია თუ 2 წელია თუ რაღაცა და ნამდვილად ჯობია იმას რა რომანს პირველ წყაროს ჯობია ხო და იქ არ არის მაგალითად მე წავიკითხე რომანიც და აი თავარი სცენა მკვლელობის მაგალითად იქ არ არის რომელიც აი ყველაზე მეტ გულისრევას და იმას იწვევს ანუ ეს გაზეთში კითხულობს თუ ისინი დახოცეს სადღაც ან ამის მოწმე აქვს და ფინალი სხვა არის და მგონია რომ იმიტომ რომ აი ეს მომწონს მე რომ აიღო რაღაცა ფაბულა ასევე ვისკონტის ისა უმციკლო თუ როგორ იქნება უდანაშაულო ბოლო ფილმი რომელიც დანუნციოს რომანის მიხედვით არის ის არ წამიკითხავს მაგრამ რაღაც მაინტერესებდა ერთი ფრაზა რომელიც იქ ფინალშია და ამიტომ გადავშალე რაღაცა ვეძებე და უბრალოდ მივხვდი რომ ის ჯობია რა ვისკონტის ფილმით ან ეს დანუნციო არ იყო ძალიან სიმპათიური ადამიანი. თავარი დილემა მაინც ჩემთვის რა კათრის მიღმას კითხე ახლა სანამ შემოვიდოთ მაგაზე საუბრობდით შენი რომანი თქვა რომელსაც ეხა წერ და აქამდე რაც დაგიწერია ვინ გადაიღებს ხო კითხე და შენთვის მაგალითად სუბიექტურად მითხარი რომ ჩემთვის სულ ერთია ვინ გადაიღებს ამას ხა ბევრი ავტორისთვის ნუ როზე ლიტერატურული პირობა არა სულ ერთი კი არ არის არ მაინტერესებს ხო არ მაინტერესებს ვიღაცამ თუ იყიდა ჩემი რომანი გადასაღებად ხო მე ძალიან მაუფილი ვიქნები რომ მე როცა წერ წიგს არ ვფიქრობ მის ეკრანიზაციაზე აი აზრათაც როცა ავტორი ცოცხალე მაგალითად ყოფილა შემთხვევები ხო როცა მილოშ ფორმანი ჩავიდა ამერიკაში და გადაიღო ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა უჩივლა უბრალოდ ავტორმა იმიტომ რომ დაჩეხასრულია შეცვალა ხო მე არ უჩივლებდი იმიტომ რომ სხვა რამე ხდება ზუსტად იქ მივდივართ ფორმაზე ანუ კინოში ვერ გადათამაშდება და ლიტერატურა თავიდან არა გადათამაშდება კიდევაც ანუ ეგ აი ძალიან ბევრი ის მახსენდება რა აი ძალიან ღირსეული ეკრანიზაცია No Country for Old Men მოხუცების ადგილი აქ არ არის წიგნით სული შემძვრელია ფილმით სული შემძვრელია ეს რაღაცა ზუსტად არის დაჭერილი აი ეს ჩეგურიც ისეთივე საშიშია როგორც წიგშია ტომი ალი ჯონსი აი ისეთივე მაგარი ტეხასელი შერიფია როგორც წიგშია და მართლა მიყვება იმას რა პირველ წყაროს და არ არის ესე რა მაგრამ ხო ვიცი რომ ძალიან ბევრი წერალი ძალიან უკმაყოფილო და ძალიან ბევრი უმბერტო ეკო და ვარდის სახელით და თქვა რომ აღარ გავყიდი ხო რომ გავიხსენოთ კენკიზი რეკტაიმი მახსენდება ფილმებია რეალურად შეიძლება კარგი იყოს და არ იყოს კაი მე ჩემი მას ვამბობ რა რომ მე იმდენად მე არ ჩავერეოდი რა რომ ჩავრეულიყავი რომ გავხდარიყავი სცენარისტთან ავტორს მაინტერესებს ამ სცენარების წერა, მაგრამ მაინტერესებს რაღაცა ახლიდან ახალის გაკეთება, სუსხვანაირის და არა აი მუშაობის მეთოდი როგორი გაქვთ, როცა პროზაზე მუშაობ და როცა სცენარზე მუშაობ. სცენარზე ჩვენთან სხვანაირად მე რამდენიც მიმუშავია სცენარზე, რეჟისორთან ერთად მუშაობ რა. ესეა საქართველოში მოდის რეჟისორი, ნუ ერთი შემთხვევა იყო როცა სხვანაირად იყო მაგრამ მოდის რეჟისორი იმას თავის მიზეზები ქონდა მოდის რეჟისორი აქვს ამბავი და უნდა შენი დახმარება რა და რაღაცნაირად ხდები თანაავტორი ოღონდ იმის სამყაროს ვის ხდები რა იმის ნაფიქრის იმის მე ხდება ხოლმე რომ შენ მეტი იცი იმ ადამიანზე სინამდვილეში იმიტომ რომ იმისია ეს რა ესეა ამბავი მისია და რაღაცნაირად უნდა აუწყო ეს რა და
აი მეტი იცი მაგაზე რას გულისხმობ, ანუ გვერდიდან ნუ იმის ვნებებში და იმაში ცხოვრობ რა, სამუშაო პროცესია. იმიტომ რომ შენი იქ არაფერი არ არის რა. შენ ხარ ესეა საქართველოს მე მგონია რომ საერთოდაც ჯობია რომ ბევრი ავტორი ყავდეს სცენარს, რაღაც სახალისო მომენტია და მე მაგალითად შენ იცი რომ პანდორ საყვარელიძეს ეხა ერთად მუშაობ და სულ გვინდა რომ ერთად ვიმუშაოთ, მაგრამ ჩვენთან ეხა კინოცენტრში რა ხდება კიდე მაგას თავი დავანებოთ, მაგრამ ისეაც ის არის სიღარიბე, ჰონორარი პატარა, უნდა გაიყოს რეჟისორმა და ვიღაც კიდე ეს მესამე, მეოთხე ადამიანი არ უნდათ ხოლმე და მე მგონია რომ ძალიან აგებს მაგითი რომ რა თქმა უნდა და თუ მეტეს როცა რეჟისორი მარტო წერს სცენარს, იმიტომ რომ რაც მეტი ადამიანი, მართლა კაი კინოებს, ძველ კინოებს შევხედოთ, სულ ძალიან ბევრი არსებობდა სცენარის ყოფილება, სადაც შტაბელებად ელაგა ეს სცენები და შეგეძლო მისულიყავი გადაგეღო რაც გინდა. მაგალითად მე ვიცი რომ ტატო კოტეტიშვილმა ესე გადაიღო ანემია, როცა იყო რაღაც სცენარი, რომელიც შესთავაზეს, რომელსაც ხელს არავინ არ ეკიდოდა, ფაქტობრივად ტვერია და აიღო და ეს სცენარი, რა თქმა უნდა, ეს პროფესია რაღაცა ეხა ჩამოყალიბდა რა, აი ამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეჟისორი უნდა იყოს სცენარისტიც, რეჟისორი. მე დღესდღეობით ხო ამდენი წელია კინოში ვარ. აი ეს სუფთა სცენარისტი. მაგრამ სასცენარო კურსებიც არ გვაქვს არჩევა, ეგ არის. აი სუფთა სცენარისტი. მართლა არ ვიცნობ რა, ეხლა რო ვიხსენე, ძველი თაობის. რა თქმა უნდა, არ არსებობს, იმიტომ რომ ინდუსტრია არ არის, უბრალოდ არის ძალიან პატარა და მოკვდება შიმშილით. ხო და აი მან რა კითხვა მოგისი, აი მოქსვლია შენ ეგეთი მუღამში ყოფილხარ, რომ სცენარი დაგეწერა? კი. მე ერთხელ დავწერე, უბრალოდ სცენარი კი არა, მოკლე შინაარსი დავწერე, მოკლე მეტრაჟიანის, რომელიც და ასევე ანდროს ვაჩვენე და იმანაც რაღაცები მირჩია, რომელიც ძალიან მინდა რომ როდესმე ვინმე გადაიღოს, უბრალოდ რაღაცა არავის არ ეჩვენა მაინც და მაინც აქტუალური რა, იმიტომ რომ უფრო ისეთ პატარა ამბავი იყო, მართლა მოკლე ფილმის ამბავი და შენთან ნება კიდე ერთი პროფესიის დამატება არასოდეს არ მდომებია. რეჟისორობა არ მდომებია არასოდეს და სულ ვიცოდი რაღაცა სვისი იმის გათვალისწინებით რომ ჯობია ისეთ პროფესიები მქონდეს, სადაც ინდივიდუალური რა, სადაც მარტო ვიქნები და ჩემ წარმატებაზეც და წარუმატებლობაზეც მე ვიქნები პასუხისმგებელი და რეჟისორი კიდე ფული, დაფინანსება, გადამღები ჯგუფი, მაგრამ ეს მომწონს რა, თვალთვალი მომწონს რეჟისორების. აი სცენარისტის მაინც ხო არის ხოლმე ზოგჯერ რომ რეჟისორს როცა მუშაობ რეჟისორთან და რაღაც შენი სცენარი გაქვს დაწეული იმით მუშაობს და შემდეგ ხვდები რომ ამ სცენარში თითქმის არაფერი აღარ არის დატოვებული ნუ რაღაცნაირი ალბათ გიჩნდება ხო ცოტა კი მაგრამ ეხლა მე არა ვარ ეგეთი ამბიციური ადამიანი იმიტომ რომ ძიმა მამული რომ გადაიღო ერთი სიტყვა არ იყო ჩემი დაწერილი მაგრამ სცენარისტად წერი ხარ როგორც სცენარისტი წერი ვარ ხო და არანაირი მაშინ მახსოვს ჰონორარი ავიღეთ მე ჩემი ცოლი რომში და ბარსელონაში წავედით და ძალიან მაყოფილი ვიყავი ყველაფრით ეთყობა მეორე მხარეა რა ის ილოლონტის ფილმი რო ნახე რაღაც მაგაში არის ჯადოქრობა როცა შენ დაწერილ სიტყვებს მე მსახიობი ეკრანიდან უყურებ ეს მართლა რაღაცა კმაყოფილება მაგაში არის და მაშინ რო უყურებდით ერთი სცენარი პრემიერაზე რა ფესტივალზე და ჩემი შვილი ზალი კომეჯი და გვერდზე და ერთი სცენა სადაც მამაშვილი უკვე შერიგდებიან რაღაც კონფლიქტზე აბაზანაში ღვინოს ასხავენ და ეს мама ეუბნება რომ რაც მობოდიშება სავით თუ რაღაც ხო ვერ ლაპარაკო რომ ვერა ვარ ისეთი მამაო რა მამები როგორც და ეს გამომიტიალდა და ეგ ნახდათ შენ დაწერილი არა ისე მაგ ფილმზე სულ მაინტერესებს ისეთი ამ შემთხვევაში ვამბობ გლონტების ფილმზე რა ქვია რატომ ერთად ხო ყველას გლონტების არ არის ილოს ფილმია ილოს ფილმია კი ბატონო მაგრამ გლონტებს ვეძახი ოჯახის არა ოჯახის ფილმია შეიძლება და ფიქრობდი მე თქვი არჩილა რასაკეთებდა რასაკეთებდა ხო რაღაც საკეთებდა კი და ძალიან სიხარულე ინდონეზე ინტიმური თითქოს არ მოოჯახური ძალიან ახლობელი ოჯახია ის ჩემი და ძალიან მიყვარს ყველათან რა აი ძალიან დიდი ხანი ამბავს ესე ისე არავინ ხელს არ კიდებდა პროდიუსერები იმიტომ რომ არ ჯეროდათ რომ ამისგან რაღაცა ჩემი აზრით
ჩემთვის ყველაზე კაი ფილმია დამოუკიდებლობის მერე. იმიტომ კი ძალიან კაი ფილმია. აი ძალიან მიყვარს რა ვქნა რა. მართლა ძალიან კაი ფილმია. და რაღაცა ის არის რაც მე ამაყება იმაში მონაწილეობა რა. და რაღაცა სინამდვილე და სითბო და ეს კი ბატონო, აბსოლუტურად გეთანხმები. ო რას თამაში. საოცარი ოჯახის ისტორია. სახეობაზეც უნდა გკითხო. ახ შენ კი ბატონო მაგასაც გადავალთ, მაგრამ აი როგორ მოხვდი პირველად კინოში? როგორ იყო რომ ვინ ფაქტურა აგირჩიეს, როგორც ფაქტურა თუ ოაშვილმა დამინახა. დაგინახა და გულში ჩაუვარდი. აი დამინახა რაღაცა უცნაურად მიყურებდა ვიცნობ ძალიან ბევრი წელია. მე მივხვდი ეს ყურება რას ნიშნავდა და რაღაც მივედი და ჩემთვის იყო აღმოჩენა მე ამას შევძლებდი და მომეწონებოდა და გავერთობოდი. ანდრო და შენ მეგობრები იყავით. არა მე დავზნა კაცი ვიცნობდით ერთმანეთს და შემდეგ მოყვა ნუ კიდევ ერთ მხატვრულ სრულმეტრაჟიან ფილმში ითამაშე ნინო ჟვანიასთან აღლუმში და რამდენიმე მოკლემეტრაჟიანში და საკმაოდ და ეხა სექტემბერში ერთმა ავსტრალიელმა უნდა გადამიღოს კიდე. აჰა საზღვარგარეთაც გავა. არა აქ იღებს ისეთ მცირე ბიუჯეტი არაფერი. მე ხა გამიკვირდა რომ მე მართლა მავიწყდება კამერა. როგორ და მე მართლა ვიჯერებ რომ ის რაც ხდება შეგიძლია თქვა რომ შენ თავს თამაშობ ყველა ამ ფილმში. არა რა თქმა უნდა. არა ანუ შეგიძლია რაღაცა რო მე ვემზადები კაცო შალხიძე დავდიოდი მხატვარი რომ ამას არ ვღადაო ვიცოდი აი გოგრი ჭენს ფილმში რომ მე წელში მოხრილიო რომ კიდე უფრო უნდა მოხრილიყავი რაღაც ხელები ჩამოყრილი მქონოდა დაბეჭავებული რაღაც ხა ეგრე ყველა ეს სახიობები მეიციან ხოლმე რომ შენ თავს ეჭვიანობენ ცოტა აფეზე არ ვეჭვიანო და ეს ხო თავის თავს თამაშობს გუში მყავდა სახიობებს ხალხაში ეგენი კაი სახიობები ახალგაზრდები კარგები ყავს ძალიან ეგენი არ ეჭვიანო კი ხო ცევზა მაგას ველაპარაკე მაგრამ ხო რა თქმა უნდა ჩვენი რაღაცა მოგვაქვს ანუ ადამიანი მაგრამ მე გეუნები რა მე რომ ვიღაცას მოუყევი მე მგონი ისევ ანდროს აღარ მახსოვს ისე როგორ და ესე მეთქი ვიჯერებ მეთქი რა რომ აი რაც ეხლა ხდება მართლა ხდება და აი ყოფილა თურმე სტანისლავსკის მეთოდი მოდ მე არ ვიცოდი ანუ ისა ვარ მიმდევარი ხო და ძალიან საერთოდ არ მახსოვს კამერა ოღონდ მართლა საერთოდ არ მახსოვს აი და ეს აი პირველ ფილმში პირველი დუბლი ვინერვიულე მარტო საინტერესო მაგრამ ეს არ არის ჩემი მაგრამ ნინო ჟვანიასთან პრინციპში ეგეც მოცემულობაც ექონდათ ხო რომ მიდით შეუგეთ თლათ ესე არ იყო მაგრამ ესე უკეთესი გამოვიდა მე მგონი რა ძალიან ის იყო სცენარისტი უკმაყოფილო როგორც ვიცი იმიტომ რომ სცენარი თავისთავად კაი იყო რა მაგრამ ერთი ფრაზა იყო წარმოთქმული ეს იყო სამსონაძის სცენარია ო და სამსონაძის მოდი ეკრანიზაციებზე მინდა რომ გადავიდეთ, მომ დავიწყოთ ქართული ეკრანიზაციებით. მინდა შენთვის აი რომელია გამორჩეული უკვე გადაღებული ქართული ეკრანიზაცია. ვედრება. აბსოლუტურად გეთანხმები და მე ვამბობდი. ვედრება ზუსტად ის მაგალითია, როცა აბსოლუტურად კაია. თუმცა აი ეს რაც არის ტიხრებივით, ის ძალიან მიშლის მე ხელს. რაც არავაჟას მართლა მიშლის და არ მაინტერესებს. ტიხრები ანუ აი დიდი ჯადაროზი ჩხიკვაძე და სპარტაკ ბაღაშვილი რო არის, მაგრამ ის გაერთიანებულია ვაჟას რამდენიმე სტუმარ მასპინძელი და ალდო ქეთილაურით იწყება სტუმარ მასპინძელით გრძელდება, მაგრამ მე არ ვიცი უბრალოდ ეს ძალიან ფასეულია რა ეს პორტრეტები აქ ხევსურების ის ინგუშეთშია გადაღებული მე მოხუცებს მოსწრებული ვარ ინგუშეთში ჯერ სანამ მერვე კლასში ვიყავი და ეს ხალხი ნანახი მაქვს და ის სოფელი სადაც ეგ არის გადა ერზი ქვია იმ კოშკების იმას და ეს საოცრად იპოვა ეს ფორმა ხო როგორ ხდება რომ ვაჟა გადმოიტანო კინოში ეხლა რო არ იყოს ეს მაგალითი ვიფიქრებდი რომ შეუძლებელია და ფორმა რაღაცა ვეფხის ყავსას რო ხელს ვერ მოკიდებ აი ეგეთი სწორი ნაპოვნი რომ ექშენი კი არა აი ესე რაღაც ტექსტი პორტრეტი და ის ხო მე მგონი ყველაზე კაია აი რატო იყო ეს ტენდენცია აი კინო როცა დაიწყო ხო საქართველოს შემო და ეკრანიზაციას იღებდნენ ძირითადად ხო ქრისტინეთი დაიწყო ქართული კინო მაგალითად
იმიტომ რომ მე მგონი მთელ სოფლიოში ესე იყო რა, იმიტომ რომ ახალი ხელოვნებაა და ეძებს რაღაცის გაგრძელება უნდა გახდეს, ხო? რაღაც ამბავს კიდე მანამდე ლიტერატურა ყვებოდა. უკვე მოფიქრებული ამბები ასე ვთქვათ. ვიღაცას უყვარს მოწონშია და ეხა მაგარია რომ ამას უცებ გავაცოცხლებ და მაგიტო მე მგონი რა. ხო, ახალ ამბებს ბარემ ეს სცენარები იყო ბზა, მოდი ესე ვთქვათ რა, მას შეხო არ იყო სცენარი და რა. მოდი ეს გადავიღოთ და ამოკი, ხო ჩვენებმა გადაიღეს ამოკი. გადაიღეს, აი პირველი იყო ამოკი, მე მგონი უცხოური იმის კი ბატონო. მარჯანიშვილმა გადაიღო კი. ჩვენების გადაღებულებს შენიერიც არის, კაი ფილმი არის. ხო, მე ეს ძალიან ის იყო მოკლე მეტრაჟიანები, როცა აი ჩაპეკის მოთხრობა, ემათ რეკორდად მისი პირანდელოსი ქვევრი, ხო და კიდე არის, კიდე რაღაცები არის. კიდე ერთია. აი რომელ ქართულ ნაწარმოებს ნახავდი, რომელიც არ გადაღებულა, აი რომელი ქართულ ნაწარმოების ეკრანიზაციას? ლამბალო და ყაშა. ეგ მე ვარ მოცული მაგ წიგნით. მე მაგალითად პოლონელმა გამომცემლად პროექტი გააკეთეს, რომ თითო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანას და ჩვენ და სომხეთს შემოგთავაზეს საქართველოსთან მე რომ ერთი დავიწყებული შედევრი რომ თარგმნოთ პოლონურად შენი იმითი წინა სიტყვაობით რა და მე ესავით ნუ დავიწყებული არ არის რა თქმა უნდა მაგრამ მათთვის ნაკლებად ცნობილი რა და ძალიან კინემატოგრაფიულიც არის და ოღონდ ისეთი ბლოკბასტერული იმიტომ რომ პირველი მსოფლიო ომია ქრისტიანის სირიელების გენოციდია ჯარები მიდიან მოდიან აბსოლუტურად ის არის რუსული იმპერიალიზმის მამხილებელი და რუსული ეკლესიის როგორც ამ იმპერიალიზმის საფუძვლის სხვადასხვა ვფიქრობდი ჯავახიშვილი ხარ ახსენა ჯავახიშვილის ნაწარმოებების ეკრანიზაცია ჯავახიშვილია ხო და ნუ ჯაყოსიზნები ნუ ეს ბოლო პერიოდი კვაჭი ანტირაძის ეკრანიზაციას თუ ნახავდი კვაჭი მულტფილმი ნახავდი კი მაგრამ აი ამას ნახავდი ყველაზე მეტად რა რაც მაინტერესებს რატო იყო თქვა შეიძლება იმიტომ იყო რომ ჯავახიშვილის ეკრანიზაციები არ გვაქვს რაღაცა რეპრესირებული მწერალი და მისი ნაწარმოების მაგიტომაც უბრალოდ არ იყო კინემატოგრაფიული არა რაღაცები აი მაგალითად ის ხევსურული ბალადა ხო თეთრი საყელო აღებული საფუძვლად სულ სხვა რაღაცა ხდება იქ მაგრამ საფუძველი თეთრი ნუ მაშინ რა თქმა უნდა ეკრანიზაციას არავინ საერთოდ ძალიან კაი აი ჩემი მოგზადებული აზრით ჯავახიშვილის მოთხრობები იმიტომ რომ მოთხრობისგან სცენარი უფრო გამოვა ვიდრე დიდი რომანისგან აი გამახსენდა ბლოუ-აპი ახლა მაგალითად ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმი რომელიც კორტასარის მოთხრობის ეკრანიზაცია ბლოუ-აპი სხვათა შორის ალბათ ეკრანიზაციას ვერ დავარ ხო აი ეგ ზუსტად ის არის რაც მე ვთქვი რა რომ ერთისგან რომ ერთი შედევრისგან მეორე კეთდება რა და ეგ ძალიან და მან ხო მთელი ჯაჭვია ანუ კორტასარმა კინოში ნახა ხიჩკოკის ფილმი ეს რეარ ვინდო ვარ ქვია ფანჯიდან ფოტოგრაფი ამის ზანსვა თარგმნიან მაგ ფილმს ფოტოშოპში მე მგონი ეზოში გამავალი ფანჯა ამისგან კი ამის თაგონებით დაწერა ფანტასტიკური მოთხრობა სადაც ეშმაკის დორბლი ხო სადაც ეს ერთი კონკრეტული ის არის ხო აი ხო საფუძველი თვალთვალი რაღაცი დანახვა ყველაზე კინემატოგრაფიული სხვა რაღაცა გააკეთა აქედან ანტონიონიმ და ანტონიონის ფილმი ნახა კოპოლამ და აი ჯაჭვი აღარ და გადაიღო conversation ანუ ის კიდე მიყურადებაზე და მოსმენაზე და ეს მე მგონი რაღაცა ყველაზე სრულფასოვანი ჯაჭვია როცა 4 შედევრი შეიქმნა როგორ ფიქრობ აი ეკრანიზაცია ზოგადად აი რა არის ესეთი მთავარი კრიტერიუმი რითაც აიტყურა აი საუკეთესო ეკრანიზაცია აი რომელი ფილმია შენ ხო და აი სხვადასხვა აი ეს რამე კრიტერიუმი თუ არსებობს აი თუ სულ აი გავყოთ ორად რა რაღაცა ერთი რო ახსენე შენ ეს ბლოუ-აპი ანტონიონის რომელიც თაგონებულია და ძალიან და მე ვთქვი რომ ეს უფრო საინტერესოა ჩემთვის ეკრანიზაცია ჰამსუნის შიმშილი მაგალითად ძალიან მაგარი შავთეთრი ნორვეგიული ფილმია შვედი მსახიობი თამაშობს სახელს ვერ გავიხსენებ აბსოლუტურად კარგი ეკრანიზაცია რა ეხა პირველი რაც უკვე რამდენიმე კაი ხო ვახსენეთ შეფთის კაცი ხარ მაინც და მთაზე კაი კინო თუში მეცხვარ ჩემს უსაყვარლესი ფილმი მე რომ მეკითხებიან აი რა მიყვარს ყველაზე მეტად
ყოველგვარი იმის გარეშე ვამბობ, რომ იოსელიანის 3 ქართული ფილმი და თუში აბსოლუტურად გენიალური ფილმია. მიუხედავად იმისა, რომ აი დიდი მწვანეველიც რაღაცა ისე დიდი შედევრი მგონია, მაგრამ სიყვარულით ყველაზე მეტად, აი რაც მეკართულება ყველაზე უფრო თან ეს როგორი ფილმია ეს თუში მეცხვარე რაღაცა ზღვარზე აი პატარა სიყალო როცა აი ეს არის ბალღო შენი სამშობლო ძალიან დიდი ხიფათია რომ აი რაღაცა პათეტიკისკენ და ისე ზომიერად ისე ეს ადამიანები სულ ყველა ისეთი ნამდვილები არიან ეს ხიზანიშვილი ისეთი ნამდვილი და ორგანულია მაგ როლში რომ არ ვიცი აჭუ იავ თუშეთო აი ბალღო აი ეს არის შენ სამშობლო ეგ უნდა ვთქვათ, რომ სოსოჩხაიძის დამსახურება ძალიან მაგარი ანის ქუდის ადიპოვეს ეს სხვას რომ ეს ტიპაჟები არა ტიპაჟები ხო სულ ის არის ხო მაგრამ პოვნა ხო უნდა არა 200-ზე არის სად დოკუმენტურია სათხათული და ბევრი რაღაცით არის ფასეული როგორც ეთნოგრაფიული მასალა უკვე იმიტომ ბევრი რაღაც კი თუშეთში მაინც რაღაცები მეტად არის შენარჩუნებული ვიდრე და თვითონ უყვართ თვითონ თუშეთისთვის ყველა ოჯახში კასეტა ეხა აღარ ვიცი ალბათ DVD უკვე მაგრამ იმიტომ რომ ვიღაცის პაპა იქ ვიღაცის ის არის და გადავიდეთ ბლიცის ნაწილზე ბარემ ეკრანიზაციები სანამ გადავალთ იმაზე კუროსავა ეგ ხო ყველაფერი ანუ დასტაევსკის ეკრანიზაციაც რო ყველაზე კაია შექსპირი და დოსტოევსკი ფიქრობ რომ კინემატოგრაფიული კუროსავას იმაში აღმოჩნდა რომ არის კი აჰა ნამდვილად სამშობლოს რასკოლნიკოვი აქვს გადაღებული იმას ფინალ რეჟისორს რა ქვია კაცო თანამედროვე აკი კავრის მაგსა ძალიან საინტერესო ფილმია კი ერთ-ერთი პირველი ფილმია აი გირჩევდით თქვენს და ჩვენს მაყურებელსაც ნახოთ თავის სტილში აქვს რა თქმა უნდა გადაღებული აი ამ თავის რასკოლნიკოვი ხო მოკლედ ხო ყველაფერს რასაც შეეჭიდა ყველაფერი კაი გამოვიდა ყველაფერი გამოვიდა ხო არის შემთხვევები, როცა მწერალი და რეჟისორი ერთად ქმნიან რაღაც ნაწარმოებს, როცა წიგნიც არის გამოსული, მაგალითად კუბრიკი ეგრე მუშაობდა, ხო? კუბრიკი ეგრე მუშაობდა კოსმიურ ოდისეაზე. ნათლი მამაც ეგრეა. ხო, ვიცი რომ იღებდა ის პიუზო მონაწილეობას, თუმცა ნამდვილად ჯობია ფილმი წიგნში, ჩემი მოგზაურებული აზრით და მეორე ნაწილი კიდე რომელიც გონია რომ პირველს ჯობია მეც ასე ვფიქრობ. სადაც დენირო შემოდის. მაგრამ ყველგან არის პიუზო. შეიძლება არ მახსოვს. მიყვება კი პიუზო ის არის. ნამდვილად საინტერესო თემაა. დათა თუთაშხია? წიგნი ჯობია. ვიცი რომ ჯობია. მაგრამ კინო ცუდი არა. ცუდი არ არის ხო მაგრამ ის დაიწყე მთელი ჩვენი ლაპარაკი რომ ვინ მომზდევდაო მალკოვიჩი ვერ მოვიშორე მე ეგრე დაემართა ჯერ დათა თუთაშხია კინო და მე ღვინე თუხუცესი ვერ სად ვერ გავა მე კიდე დათა თუთაშხია იმდენად ყველას მოწონდა წიგნი რომ არ მეგონა რომ ეგეთი კაი წიგნი იქნებოდა და ერთხელ ყაზბეგში 93 წელი იყო ავად გავხდი რა და ჩავწექი და ოჯახში იყო რუსულად ან პირველად რუსულად წავიკითხე ოღონ ჭაბუ ამირეჯივის თარგმანი პირველად მაგ რუსულად და მართლა ძალიან მაგარი რომანია რა იშვიათად შეიძლება ყველა ეს სრულყოფილი რომანიც არის არ ვიცი ყველა თავისი აზრები აქვს მაგრამ ძალიან დიდი რომანია კაი გადავიდეთ აი, ჩვენ გვაქვს ახლა ბლიცის ნაწილი, სადაც დაგისვამთ კითხვებს და რაღაცებზე შეიძლება ძალიან მოკლედ უპასუხო, რაღაცები შეიძლება განავრცო. შეგვიძლია ჩვენც ჩაგეძიოთ რაღაცებს, ვნახოთ პასუხებიდან გამომდინარე. აი, პირველი კითხვა ასეთია, რომელი მწერალი იქნებოდა კარგი რეჟისორი შენი აზრით? მე მგონი არ მაქვს პასუხი, უნდა ახლა ალბათ უნდა გიპასუხოთ მაინც, ხო რა ხან. ფოლკნერი ალბათ ის კი ისე, მაგრამ იმდენად ისეთია და იქენ გამომდინარე ვამბობ ამას რომ თითქოს ყველა დეტალი დაღეჭილი აქვს და თითქოს ყველაფერს ხედავს და აი ესე რავი პირველი რომელი რეჟისორი იქნებოდა კარგი მწერალი?
ნუ ალბათ აქ უნდა მიყვე სცენარის დრამატული. ხო და არ ვიცი ეს ხო რას უნდა მიყვე თემურა ბაბლუანის ზიგნი მოგეწონა. ძალიან რაღაცა ისეთი გახდა ხო ეს ძალიან მომეწონა იქ ვიღაცებს არ მოეწონათ თავის ჟანრში აი მაგის ეკრანიზაციას ნახავდი რატო არ ვნახავდი ყველაფერს ვნახავ რაც ქართულია ვცდილობ ყველაფერს ვნახო ისედაც ხო რაღაცა ბაბლუანის ეს ციგნი გახდა ისეთი ძალიან ბევრმა და ბესტსელერი გახდა რეჟისორმა ციგნი დაწერა ხო არა და თან განსხვავებული იმისგან რასაც იმაში აკეთებდა კინოში, იმიტომ რომ კინოში მისი სამყარო ძალიან დაუნდობელი იყო. ძალიან ბრუტალური იყო კინოში და ეს რაღაცა უფრო სათავგადასავლო და კი ბატონო, რომელი ფილმით გააცნობდი საქართველოს სოფლიოს? მე მეგონა მარტივად პასუხი. არა, ალბათ, ნუ ყოველ შემთხვევაში ალბათ მაინც იყო შეშიმგალობელით და. რატო? აი ეს რაღაცა სული, ეს უპასუხისგებლობა, რაღაცა ეს დრიფტინგი, რასაც ქვია, აი რაღაცა ძალიან ქართული ამბავი. მე ეს ფილმმა გქონდა არგუმენტი ჩემი ის არის რომ აი ექსტერიერები, აი თბილისის გაცნობა, ეს არა ნახე მეც მოყვები და მეც მაგას ვიტყოდი, მაგრამ ჩემ თავს ვთქვათ შეიძლება შევეწინააღმდეგო ეგ სამყარო აღარს ჩვენც აღარ ვიცით ეგ უკვე რა. იცი რა, თან ნოსტალგია მაქვს მაგ დროის. მე რა, იმ სამყაროს გავაცნობდი, იმიტომ რომ ძალიან დღევანდელობა არ არის მოკლედ მაგის თქმა. აი, მოდი თანამედროვეს თუ გაგახსენდება, აი თქვი, თანამედროვე საქართველოს რომელი ფილმით გააცნობდი მსოფლიოს? ნუ ალბათ იმისი რა ქვია. სად სიტყვაზე ჩემ ბედნიერი ოჯახი. ნანა ეგ ფილმი. ხო. ეს არ ვამბობ, რომ ჩემი უყველესი საყვარელი. კი, არა, მივხვდი ზუსტად იმ კრიტერიუმით. თუმცა მე ძალიან მომწონს ეგ ფილმი. მგონია რომ ეგეთი ნამუშევარი, აი უფრო მეტად ვიდრე გზელი ნათელი დღეები? კი, უფრო სრულყოფილი ნამუშევარი კინემატოგრაფიულად რა. მე გზელი ნათელი დღეებია. ის უფრო გულზე ხვდება, კი, ბევრი რაღაცის გამო, მაგრამ ეს რაღაც მგონია რომ ეგეთი სრულყოფილი კამერა რო ცოცხალია, სულ კადრი რაღაცა ადამიანი მიდის მოდის, ძალიან იშვიათია. რომელ კინემატოგრაფის უმასპინძლებდი საქართველოში? ნუ ცოცხალი უნდა იყოს, ხო? არ არის აუცილებელი. ანუ ვისთან ერთად დავლევდი რა, მაგამდე მიდის. ხო, აი. აი, მასპინძლობა ეგ არის რა. საქართველოში ანახებდი. ძალიან მიჭირს ესე რა, ვინ მიყვარს ადამიანურად. აი მე მაგალითად ძალიან ჩემზე ძალიან დიდი ჯერ სხვა შორის ჩემ მშობლებზეც და მე ჩემზეც გიუნეირო იყო რეჟისორი კურტი იმ კაც გავიცნობდი რა თავის ბიოგრაფიიდან გამომდინარე და რატომ გახსენდა ახლა ხო ძალიან მიყვარს ეს ფილმი გზა ხო და ჩემზე ძალიან ის მოახდინა რა დაბეჭდილება ხედავ შენ გითხარი ხა ერთი ფილმი და ერთი რეჟისორი რომელიც აი თვლი რომ აი ფილმი მაგალითად რომ კარგია მაგრამ აი შენი არ არის აი ესე რომ ამბობენ ხოლმე ხო იცი რომ კარგია მაგრამ ანუ ჩემი არ არის ან მეორეთ არ ვნახავდი სხვა შორის მეორეთ არ ვნახავდი და ეგ სხვადასხვა რაღაცა არის რა მეორეთ არ ვნახავდი არის რომ აი აღარ გინდა რა იმას შეეხო მაგ სამყაროს რა ან ძიმეა იმდენად და ან ის არის და ნუ აი ბერტოლუჩი ვახსენე და აი ეს კონფორმისტის გარდა არ მომწონს მე მისი ანუ ვიცი რომ ხვდები რომ კარგია მაგრამ ჩემი არ არის აჰა არც ერთი მისი ფილმი ძალიან საინტერესო კინო თუ ლიტერატურა ნუ ჩემთვის ლიტერატურა კინო თუ სერიალი კინო აუცილებლად. ისე სერიალებს არ გუკითხავს, აი გამორჩეული სერიალი გამორჩეული სერიალი სოპრანოს კლანი ნამდვილად. დაემთხვა შენი და კახა კინცურაშვილის კემონება. აი ნამდვილად და ოღონდ მაინც კინო. აი რაღაცნაირად მტერი ვარ სერიალების მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ნანახი მაქვს. ანუ დრო მიაქვს, რატო არ ჩემი დრო მიაქვს კინო ზარალდება. კინო ძალიან ზარალ გასოს უბერტო პაზოლინი შენ აქაც ჩამოსული იყო
ძალიან კაი რეჟისორია არტჰაუსის და მეგობრობთ იმის მე და ანდრო საყვარელი ძალიან მეგობრობთ და იმან მითხრა რომ აი ადრე ვისკონტის დისშვილია სხვათა შორის პონთ ინგლისში იღებს და იქ ცხოვრობს აი ეს ფილმი არა გაქვთ ნანახი ნატურმორტი როგორ არის ინგლისურად აზოლინია ვისკონტის დისშვილი ხო ნატურმორტი ინგლისურად როგორ არის? ძალიან კაი ფილმები აქვს, ძალიან ადამიანური თვილი და მაგრამ ეგეთი რაღაც მომიყვა რომ აი სერიალებამდე ხო არის პირველი კატეგორიის მსახიობები, ხო? ვიღაცა ბრედ პიტი, ვიღაცა აი ხუი და არის მეორე კატეგორიის, რომელიც ასეთი ისევე მაგრები არიან, უბრალოდ არ არიან ისეთი პოპულარულები რა და აი ეს მეორე კატეგორიის პირობითად მეორე კატეგორიის მსახიობები ამ საავტორო კინოში იყო შესაძლებელი ადრე რა მათი დაკავება რა და რაც ეს სერიალები წაიყვანა იქით და ამ კაც ამ უბერტუსა ძალიან გვიყვარს ჩვენ რა და მოკლედ საოცარი კაცია პროდიუსერიც არის და როგორც პროდიუსერს რაღაცა სცენარი ქონდა რომელიც მე წაკითხული მაქვს და ოცნება ქონდა ამ ვესტერნის რომ ის არ მინდა პროდიუსერობას თავი დავანებო რომ ეს ვესტერნი არ გადავიღო და მე უთხარი აგერ არა ვარ სულ ოცნებობდი ძალიან მიყვარდა მე ვესტერნი და მოკვდა სიცილით რა რომ და რაო იქო სხვა პროდიუსერებს რა უფული როგორ ვიშოვთო რომ არჩილ from Georgia თუ ბრედ პიტი უნდა ბრედ პიტი თუ იქნება პროექტში ეს პროექტიც გამოვა და მოკლედ ეგეთ რამეს დამპირდა რომ თუ როდესმე ეს გამოვიდა მე წვერს მოუშვებ ბილეთს ამიღებს ჩავფრინდები და ბრედ პიტი მომკლავს და მე გავხდები აქ როგორც უჩანეიშვილს რო ეკითხებოდნენ რას გზნოდით ჰარისონ ფორდს რო ცემდითო და ისიც პასუხობდა ძალიან ამაღელვებელი მომენტი იყო სხვათა შორის ახლა შემდეგი ნაწილი რაც არის ჩვენი ბლიცის არის ასოციაციები და პირველი ჩვენც ვიცით ჩვენზე რაღაცები და ვესტერნი არის პირველი რომელიც ასოციაციურად უნდა თქვა ვესტერნი რომელი გახსენდება პირველი აი ვესტერნის გაგონებაზე ჩემ თაობას შესანიშნავი შედეული და ყოველთვის დარწმუნებული ვარ მაგრამ ზეგან რომ მაიმუნობდით სანამ მაშინ ვთქვი რომ ჩემი ცხოვრება ძალიან ადვილი იყო ნახევარი ცხოვრება მიყვარდა ყველაზე მეტად შესანიშნავი ყველა ფილმზე მეტად მეორე ნახევარი 7 სამურაი ყველაზე ხშირად ხე იმას უყურებ მაგრამ რაღაცა ვესტერნები არის აი ასაკთან ერთად კი არა აი ველური ბანდა სემ პეკინპასი რომელიც აი რაღაცა საოცრება ისე სხვათა შორის ნუ ხე ეგ პერიოდი ხმა სპაგეტი ვესტერნის ეძახიან 60-იანების იტალიური მაგრამ ძალიან ხო ძალიან მომწონდა სპაგეტი ვესტერნები მაგრამ ეხა მე ძალიან მიყვარს ვესტერნი მაგრამ ჩემთვის კლასიკო აი ჯონ ფორდი მიყვარს ძალიან სხვათა შორის ვესტერნი მე პირველი რა მახსენდება ის ჩვენ ბავშვობაში დილიჟანს გენიალური დილიჟანსი აბსოლუტური შედევრია და აი ოთარიოსელიანისთვის ღმერთი რჯული მომისმენია და მე მგონი რაღაც სიხშიც მაქვს რომ რეჟისორობა მომინდა ბავშვო დილიჟანსი რომ ნახეო როგორ სხვადასხვა რამეა ხო მაგრამ დილიჟანსი აი დრამატურგიულად აი ვინს ხედან იმაში მეძავი ბანკი ან მთელი ამერიკა რო ჩასვა იმაში და ყველა კონვოიაჟერი და გადაღებული როდის არის ხო გადაღებული და რანაირი კადრებია და მე ეს searchers მე თან ძალიან არ მიყვარს ეს ტიპი რაგვარი იყო თავარი მსახიობი ვინც ყავდა ჯონ ფორდს ჯონ ვეინი ხო ძალიან არ მომწონს რა და ადამიანათაც რაც წამიკითხე დიდი არაფერი მაკარტის რაღაც საიზრობები აქვს და რაღაცა ტლუ ტიპი იყო მაგრამ შეიძლება უხდებოდა კი იმიტომ რომ ეს searchers ძალიან ტარანტინო გიყვარს ის რაღაცები ძალიან აი ჯანგო მაგრამ რომელიც ჯანგო ძალიან მომწონს მაგრამ ის ბოლო ერთხელ ჰოლივუდში გავგიჟდი რომ ნახე ისე რომ ისე ბევრი ამბობს ხოთა შორის კი აი ის ჩვენი პროდიუსერი რომ გალახა ისე იმდენი ვიცინებ არც მახსოვს რაზე მიცინია მაგრამ საძულველი რვიანი არა არ მომწონს რა ხა როგორ არ მომწონს ნუ ნაკლებად ხო გასაგებია საძულველი რვიანი ჰიტლერს რო კლავენ ეგენ არც დიდად ის არ მიყვარს მე ეს Pulp Fiction მე ძალიან მიყვარს ჯეკი ბრაუნი ჯეკი ბრაუნი ძალიან მიყვარს მეც კი ბატონო კაი კომედიაზე უნდა გადავიდეთ კომედია იტალიური კომედიები
თქვი ერთი უნდა დაასახელო. აი იდა ეხა ვერ გავიხსენებ სათაურს, მე მგონი მონიჩელის არის. ეჭმიტანილები როგორც ყოველთვის დარჩენ ამოუცნობები თუ რაღაცა გრძელი ფილმი სახელი აქვს. მე ეგეთი სასაცილო საერთოდ არაფერი არ მეგულება რა და თამაშობს სულ ყველა ტოტო ისა ნინო მანფრედი სულ ყველა თამაშობს და ალბერტო სორდი არ თამაშობს ისა ვიტორიო გასმანი თამაშობს ის კაცო მთავარი კაცი როა იტალიური კინოსი მეც ამ კოვიდების მერე მთავარი კაცი მარჩელო მასტროიანი თამაშობს რო იპარავენ ხო სეიფირო აი მე ეგეთი სასაცილო აი ყველა ფრაზა კი ყველა კადრი რო სასაცილოა რა აი მაგას შემიძლია უსასრულოდ უყურო გენიოსი მოცარტი ვაუ არ ჩემთვის იცი რა არის არა არ ჩემთვის ყველაზე ამოუცნობი ყველა შემოქმედების სფეროდან არის თან მე თვითონ აბსოლუტურად უსმენოა როგორ შეიძლება ადამიანის ტვინში მუსიკა იბადებოდა აი ამადეუზე რას ფიქრობ მილოშ ფორმანი ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაშინ როცა ვნახე რა არ ვიცი ახლა ანუ ბიოგრაფიული ფილმების გე არა მე არ ვამბობ კაცო რომ ტერი ვარ რაღაცა გენიალური ფილმია რა თქმა უნდა უარყოფითი პერსონაჟი კინოში? დიახ. რამდენიც კი. ჩიგური ახსენე და იქ ხო არ არის. იცი რა, ის ძალიან ის აბსოლუტური ბოროტებაა და პირდაპირ ვის არის რა, ამიტომ ძალიან კაი გაკეთებული მსახიობ ბარდემის მიერ, მაგრამ მოდი შორს არ წავალ ისე აი კონფორმისტის აჰა კი ბატონო ჟან ლუი ტრენტინი ეს ის ლამაზი კაცი ბოლომდე გულის ამრევია ახერხებს მაგას დადებითი პერსონაჟი ჟანგაბენის პერსონაჟი ვარს აი გიჟდები კი არა ნუ აი შეიძლება დადებითიც არ იყოს ზოგან მაგრამ ნუ ტიპაჟია ფაქტობრივად ყველაფრით და ზითად დადებითია ხოლმე ხომ გადავიდეთ ესეთ შედარებებზე. გიორგი შენგელაია თუ ელდარ შენგელაია? ელდარ შენგელაია. რომელი ფილმები? მაგრამ გიორგი შენგელაიას ფიროსმანი. აი. ო ნუ რა უკრა. მაგრამ როგორც რეჟისორი ელდარ შენგელაია. შერეკილები თუ არაჩვეულებრივი გამოფილმება? არაჩვეულებრივი გამოფილმება. არაჩვეულებრივი გამოფილმება თუ სპერინტები? ორივე რა. არა ფიროსმანი. ორი ფიროსმანი. თუ სავარძელი. არა. აი იპოლიტე ხუჩია თუ დოდო აბაშიძე? დოდო აბაშიძე მაინც. ჰოლივუდური კინო თუ ევროპული კინო? ევროპული კინო. იაპონური უნდა. ევროპული კინო. ჯეკ ნიკოლსონი თუ დასტინ ჰოფმანი? ძნელია. ჯეკ ნიკოლსონი. რატო? აი მაინტერესებს. რა ვიცი. აი რომელი როლი გახსენდება ჯეკ ნიკოლსონის პირველი რომელიც აი თვლი რომ არა, უბრალოდ იმდენად მრავალფეროვანი როლები მახსენდება აი უნიშნელო კინოებშიც რა, რომ დავიდა. აი რომელი როლი მახსენდება სასაცილო ფილმი რომ წერალს რო თამაშობს, წიკები რო აქვს რაღაც სისუფთავეზე, იმაზე. გვიანდელი ვარ ძალიან მაგარია რა. ინგრიდ ბერგმანი თუ სოფი ლორენი? ვიზუალურად სოფი ლორენი. როგორ ჩვენ სპეციალურად ვარჩი არა ძალიან მაგარი მსახიობიც იყო ორივე ძალიან მაგარი თუმცა აი ეს ასევე უსასრულოდ შემილია იმას უყურო კასაბლანკას შემოდგომის სონატას მე შემიძლია უყურო შენ უფრო ინტელექტუალურ კინოს სკორსეზე თუ სპილბერგი სკორსეზე ყველა ულაპარაკოთ ბატონო ეხლა გვინდა რომ სამი ფილმი დაგვიტოვო ჩვენი მაყურებლისთვის რეკომენდაცია რომელსაც გინდა რომ ნახოს მაყურებელმა. იცი ახლა როგორ ზღვაში წვეთი ახლა სამი ფილმი როგორ უნდა, მაგრამ მე გეტყვით სულ 1-10 დღის წინ ვნახე ფილმი და ძალიან დიდი 71 წელს გადაღებული ფილმი ავსტრალიაში Walkabout ქვია, ხეტიალი. ხო არა გაქნა ნახე. ხო და აი ჩემზე მოახდინა ძალიან დიდი შთაბეჭდილება გიორგისაც უყვებოდი რა, ამიტომ ახან ახალია ყველას ურჩევდი თან მით უმეტეს რომ ეხლა შეუძლებელია ეგეთ ფილმის გადაღება კენგურუს მართლა კლავს შუბით რაღაცა ბევრი რაღაცა ამ ფილმში ისეთი რაც დღეს
ალბათ შეუძლებელი და ის რაღაცა ნოვატორული კინოა, მაშინდელი და მეც არ მოყვები. მაგრამ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ხო და ესე სამი ფილმი ეს ხო გეუბნებით ახალი მოდი პირველი რაც გამახსენდება რა. გენერალ დელაროვერე ვისია დესიკასი. და ვაი ისევ მგუნეის იოლ გზა. და გუნე არ მაქვს მე მგონი ნანახი. ხო ვიცი. ჩვენ არ მაქვს ნანახი და აი საინტერესო ფილმები დატოვა გასარჩევასაც. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო. პირიქით თქვენ მადლობა მეც შევეცადე რომ ამ რაღაცა წამოწყებაში თქვენ გვერდზე ყოფილიყავი, იმიტომ რომ ძალიან პატივს ვხსენებთ, მიყვარხართ იმისთვის, რატომაც აქ აღმოჩნდით და რატომაც დარჩით უმუშევრები და ასე და მოდი ყველას კიდევ სოლიდარობა ვთქვათ პატიმრებისა და ყველა იმ ადამიანებისა, ვინც ჩვენზე უარეს დღეშია დღეს. რა თქმა უნდა. აუცილებლად. დიდი მადლობა.